გამარჯობა მეგობრებო, თქვენ უყურებთ BBR World-ს. დღეს უნდა ვისაუბროთ ჩემს საკვებ დანამატებზე და შესრულ კვებაზე. ვისაც მსგავსი თემები გაინტერესებთ ვარჯიშთან დაკავშირებით, დარჩით. მეგობრებო, ვინაიდან მთელი ამ 6 თვის მანძილზე შორტებს ვუძებ ხოლმე ვარჯიშთან დაკავშირებით, ჩემ პირადი 6 თვიანი ტრანსფორმაცია, ასე რომ ვთქვა, ცალკე კვების და საკვების დანამატების ვიდეოებს, ასევე ჩემს პირად სალაშქრო ვიდეოებშიც გიყვებით ხოლმე ამ ყველაფერს. და ვინ ჩემსავით ამ საქმეშია, ან მომავალში უნდა რომ ასე დაიწყოს, მათ ინტერესი აქვთ ხოლმე, ამიტომ თქვენი ინტერესის გამო წერ ახლა მეგობრებო ამ ვიდეოს. დღეს ამ ვიდეოში ვისაუბრებ ჩემს ახალ უკვე დამატებულ საკვებ დანამატებზე, რაც ჩემმა ტრენერმა რაშა საგანელიძემ შემირჩია და მისი გადაწყვეტილებით მაქვს ეს საკვები დანამატები ამ შემთხვევაში ჩემს სიაში. ცალკე კვება, რომელიც რაშამ დაახლოებით 1 კვირის წინ შემიცვალა, უფრო რო ვთქვათ, გაზარდა რა. ამიტომ მეგობრებო, ვისაც მსგავსი თემები არ გაინტერესებთ და ჩემ არხზე მხოლოდ სალაშქრო ვიდეოებისთვის ხართ, შეგიძლიათ ეს ვიდეო უბრალოდ გათიშოთ. ვინაიდან ეს არის ჩემი პირადი ბლოგის არხი და ნებისმიერ თემაზე და ნებისმიერ პირად რაღაცაზე ვიღებ ხოლმე ვიდეოებს, რაც გამიხარდება, ეს ვიდეოც ერთ-ერთი ასეთი ვიდეოა. მოკლედ მეგობრებო, პირველ რიგში ვისაც საკვები დანამატები რაღაც ჯადოსნობა, რაღაც ქიმია და რაღაც უაზრო ფხვნილები გონია, ჯობია ცოტა გაიკითხოთ, იმიტომ რომ ხშირად იწერება ხოლმე ჩემი ვიდეოებზე კომენტარები, რომ აი ქიმია, რა დგინდა და ასე შემდეგ. სამწუხაროა, საქართველოში არა და ბოდიბილდინგი კაი ხანია არის, გუშინ ლაშას ვეკითხებოდი და არ ვიცოდი, მე თქვი ცოტა ალბათ ბოლო 10 წლებში შემოვიდა უფრო ისე თქო და მითხრა, რომ ჩვენი მშობლების ხელა ბოდიბილდერებიც არიან ეს 60 წელს გადაცილებული ქართველებიო რა. 90-იანებში საკმაოდ პოპულარული იყო საქართველოში. მოკლედ მეგობრებო, არაფერი ჯადოსნობა და არაფერი ქიმია არ არის. საკვები დანამატების უმეტესობა, რასაც პირადად მე ვიღებ, არის ცილები. ცილა, რომელიც კუნთის შენებაში უმნიშვნელოვან როლს იკავებს. როდესაც ვარჯიშის დროს კუნთის ბოჭკოები ზიანდება, ამას უნდა შევსება. ითივსება, რა თქმა უნდა, ცილით. პირადად მე არავის არაფერს არ ურჩევ, იმიტომ რომ მე არ მაქვს ეგეთი გამოცდილება, არ ვარ ფიტნეს ტრენერი და რაღაც. არც ჩემ თავსაც კი არ ურჩევ არაფერს. პირადად ჩემი ტრენერი ლაშა საგანელიძე, რასაც მეუბნება, იქ საკვების რაოდენობა, ცილების რაოდენობა, საკვები დანამატები, მან იცის ზუსტად მე რა მჭირდება, იმიტომ რომ თვითონ მავარჯიშებს, კვებაც თვითონ დამიწერა, თვითონ გამზარდა, ასე რომ ვთქვათ, იმ დონემდე, რაზეც ახლა მოვედი. ამიტომ ესე დამოუკიდებლად რომ რაღაც აიღო და იმების მიღება დაიწყო და შენ გემოზე დაილაგო რაღაცები, ეგრე არ არის. ჯობია კარგი, გამოცდილი, ნასწავლი ტრენერი ყავდეს. ისეთი არაფერი რო არიციან და სხვებზე რო ექსპერიმენტებს ატარებენ. მოვიდოს დავიწყებ საკვები დანამატებით. საკვები დანამატებში ჩემი სპონსორი არის ვიტამინ ფაუერი. ვიდეოში ამას იმიტომ არ ვიძახი, რომ ჩემი სპონსორია და რაღაც 6 თვის მანძილზე, მაშინ ჩემი სპონსორი არც იყო. 6 თვის მანძილზე, რაც მე პირადად ვარჯიშობ, თავიდანვე როდესაც დარბაზში მივედი და ლაშას ვკითხე, რეები მიმიღო და როდესაც მითხრა რაც უნდა მიმიღო, მირჩია ვიტამინ ფაუერის ბრენდი. შეიძლება ნებისმიერი ერჩია, თვითონაც მაგას იღებს, გამოცდილი აქვს, იცის რომ კარგია და მასზე კარგად მუშაობს, შესაბამისად ჩემზეც კარგად იმოქმედა. ამიტომ დღეს რა დანამატებსაც გაგაცნობთ, ყველა არის ვიტამინ ფაუერის. ტაისონი მარტო ტყის ვიდეოებში არ არის. აგე საკვები დანამატების ფონზეც თქვენს წინ არის. რას გვეტყვით, ტაისონ რომელი საკვები დანამატები უნდა მივიღოთ? დამწყებებმა რა. გასაგებია. პირველი მეგობრებო, რაც ლაშამ თავიდან დამაწყებინა, თავიდანვე შევედი თუ არა დარბაზში, ეგრევე არ დამიწყია. თუ არ ვწდები 2 კვირის ან 3 კვირის მერე. შეიძლება 1 კვირის, 1 თვის მერეც ზუსტად არ მახსოვს რა. უკვე ცოტა ბუნდოვნად მახსოვს. პირველი იყო ეს კრეატინ მონოჰიდრატი. არაფერს არ შეიცავს, ეს არის მხოლოდ კრეატინ მონოჰიდრატი, 5 გრამი. მეც არაფერს არ შეიცავს. ძალიან კარგი რაღაც არის, კუნთის აღდგენას უწყობს ხელს, მოქმედებს ძალასა და ენერგიაზე დადებითად. ტვინისთვისაც კი კარგი არის, კარგად თუ მოძებნით ინფორმაციას თუნდაც ინგლისურად, გაიგებთ, რომ კრეატინ მონოჰიდრატი არის ყველაზე შესწავლილი საკვები დანამატი მთელ საკვებ დანამატებში და ძალიან მაგარი რაღაც არის. სხვა ქვეყნებში მაგალითად მოხუცებსაც კი უნიშნავენ ხოლმე. ისეთ მოხუცებზე არ ვამბობ, ვინც ვარჯიშობს. აი, ვინც არ ვარჯიშობს, იმიტომ რომ ძალიან კარგი რაღაც არის მაგალითად ტვინისთვის. კრეატინ მონოჰიდრატს დღეში ვიღებ 2ჯერ, 5 გრამს, ანუ ჯამში გამომდის დღიურად 10 გრამი. მე თავიდანვე ასე ვიყავი, ზოგი დღეში მხოლოდ 5 გრამს იღებს. რაშან თავიდანვე ასე მითხრა, რომ
დილას 5 გრამი კრეატინი, საღამოს უკვე ვარჯიშის შემდეგ 5 გრამი. ჯამში გამომდის 10 გრამი. მე ძირითადად ვიტამინ ფაუერის კრეატინ მონოჰიდრატს ვიღებ ხოლმე გემოს გარეშე. ამას ზიანად ვაშლის ვცვადე. სიმართლე გითხრათ, კარგი იყო. დიდად ვაშლის წვენები ადრე წვენებს როდესაც ვცვავდი, ახლა არაფერს არ ვცვავ მაინც წვენს, მაგრამ ვაშლის წვენები არასდროს არ მიყვარდა ხოლმე, მაგრამ კაი იყო რა, თან ბიფ პროტეინში უღრებ, რადგან ახლა უნდა გადავიდე. ეს უკვე არის ბიფ პროტეინი, რომელიც ახლახანს გავხსენე. ეს უკვე არის ბიფ პროტეინი, თვითონ სახელი გვეუბნება საქონლის ცილა. საქონლის ცილა არის ფხვნილის სახით. კუნთოვანი მასის ზრდას უწყობს ხელს ბუნებრივი, რადგან ცილა არის და როგორც უკვე გითხარით, როდესაც კუნთი ზიანდება ვარჯიშის დროს, ცილა აღადგენს, სწრაფ აღდგენას უწყობს ხელს და ლაქტოზა არ აქვს. თითო პორციაში არის 31 გრამი პროტეინი. ანუ 31 გრამი ცილა, რაც ძალიან მაგარი რაღაც არის, 9 გრამი BCA არის და 5 გრამი გლუტამინი. ეს აქვე აწერია. უკან მთელი შემცველობა არის, რომელიც შეგიძლიათ ჩემი კვების პირველ ვიდეოში ნახოთ. ამას როგორ ვიღებ? ამასაც დღეში ორჯერ ვიღებ. დილას საკვების მიღების შემდეგ ცოტას დავისვენებ ხოლმე, სადღაც საათს ნახევარი 2 საათი და სანამ მეორე კვება მომიწევს 3 საათში, მანამდე ვიღებ ხოლმე ამას ერთ პორციას, ამას და კრეატინს ერთად ვყრე შეიქერში, ავანჯღრებ და მივიღებ. ამის გემოები სხვადასხვა არის, მაგრამ პირადად მე ეს მომეწონა, ეს არის მულტიხიდის. მანამდე ქონდა ალუბალი და შოკოლადი, რომელმაც ცოტა არ იყოს და მაგრად დამამსუყა. სამწუხარო არ ბევრს ეგეც რაღაც ჯადოსნური ფხვნილი გონია და გონიათ, რომ მაგას რო სვავ ადამიანი სიტყვაზე მაგის გამო იზრდები, ვარჯიშის და სწორი ცხოვრების გარეშე, სწორი კვება და სწორი ვარჯიშის გარეშე არაფერი არ გამოდის რა. ლაშასთვის რამდენჯერაც მithkoms, სული ძახის ხოლმე, რომ აი ესენი არაფერი არ არის, თუ შენ თვითონ არ შეუწყე ხელი. ეს მერე იწყებს მუშაობას და მერე იწყებს მოქმედებას, როდესაც შენ უწყობ შენი ცხოვრებით ხელს, მაგალითად, კარგად ვარჯიშობ, სწორად ვარჯიშობ, სწორად იკვებები, ცუდი რაღაცები ამოღებული გაქვს კვებიდან, სწორად გძინავს, ანუ იძინებ გარკვეულ დროს სიტყვაზე ადრე, მე მაგალითად 12-მდე ყოველთვის ვიძინებ და ვდგები 8-ზიან 9-ზე, ანუ ჯამური ჩემი ძილის ხანგრძლივობა არის 8-9 საათი, რაც იდეალურია რა. აი კვება როდესაც შემიცვალა, საერთოდ ჩემი კვებიდან ამოღებული და აკრძალული არის ცომეული ყოველგვარი, მხოლოდ ვიღებ სიტყვაზე ცომეული თუ მომინდა ბებოს ლავაშები რომ არის თხელი, მაგრამ ეგეც არ მიჭამია, რაც ეს კვება შეიცვალა, არანაირი ცომეული, არანაირი არაჯანსაღი ცხიმები, არანაირი ტკბილეული, იმიტომ რომ ეს ყველაფერი, როგორც რაშამა მიღწერა, კარგი საკვები ნივთიერებების შეწოვას კუნთში უშლის ხელს. ამიტომ მეგობრებო, ესეც რაღაც ჯადოსნობა არ არის, ჩვეულებრივი ცილაა, საქონლის ცილა. აი მაგალითად რო ავიღოთ 31 გრამი ცილა, აი ამ ბიფ პროტეინის გარეშე რომ მიიღო, შენ დაგჭირდება სადღაც 120 გრამი საქონლის ხორცი. მე საქონლის ხორცს ისედაც ვიღებ, ისევე როგორც ქათამს, ჩემ კვებაზე რომ გადავალ მოგიყვებით. აი ეს რო ამოიღო, კიდევ ბევრად მეტის მიღება მომიწევს, რაც უკვე ჩემთვის შეუძლებელი იქნება ამდენი რაღაცის ჭამა, იმიტომ რომ ძალიან ბევრი ჭამი ისედაც ახლა რა. სერიოზულად გეუბნებით, ვარჯიშზე მეტად ეგ პროცესი სიმღლის ხოლმე ჭამას რაც შეეხება. ცალკე მაგის მომზადება და ცალკე მაგის ყიდვა, რაც საკმაოდ ძვირი ჯდება. არავინ თქვას, რომ ჯანსაღი კვება იაფი ჯდებაო. ნუ გააჩნია ადამიანი დღეში რამდენჯერ შეჭამს და როგორ აქვს ეს თავის პორციები განლაგებული, მაგრამ პირადად მე როგორც ვარ, ეგ იაფი ნახდად არ ჯდება. ზუსტად არც გამომითვლია მეგობრებო, იმიტომ რომ ნაწილ-ნაწილ ყიდულობ ხოლმე აი სიტყვაზე 2 კვირისას, მერე კიდე 2 კვირისას და ეს თანხას არ ვითვლი ხოლმე, მაგრამ იაფი არ ჯდება რა, იმიტომ რომ ამდენი საქონელი, ამდენი ქათამი, ამდენი კვერცხი მით უმეტეს ყველაფერი აი ესე გაძვირდა. რავი. ახლა მინდა გესაუბროთ ამ საკვებ დანამატზე, რომელსაც მხოლოდ ვიღებ ვარჯიშის დღეებში, ვარჯიშამდე. ეს არის ვიტამინ ფაუერის pre-workout-ი, ანუ ვარჯიშამდე მისაღები რიტუალი. ეს არის ენერგეტიკი, არ შეიცავს შაქარს, ეს არის ვაშლის არომატით. ამას პირდაპირ გადმოისხავ ხოლმე, როგორც ლაშამას სწავლა და გადავკრავ ხოლმე ვარჯიშამდე. ძალიან მაგარი რაღაც არის, ენერგიაზე მოყავხარ, ისე რომ რავი. ის რიტუალი, რაზეც გესაუბრებოდით, სისხლის მიმოქცევას აძლიერებს. როდესაც სისხლის მიმოქცევა ძლიერდება, ვარჯიშისას კუნთში მეტი სისხლი შედის. მეტი სისხლი თუ შედის, კარგი ფამფია, უკეთესი ფამფი რა. აი ვარჯიშის დროს კუნთი რო უფრო იბერება, შენ ჩვეულებრივ მდგომარეობაზე მეტად. და როდესაც უკეთესი ფამფი გაქვს, ანუ უფრო გაბერილი ხარ ვარჯიშის დროს, ესე იგი კუნთი უფრო დაზიანდა. მერე ვარჯიშის შემდეგ კარგ ცილებს რომ მიაწვდი ამ კუნთს, უფრო გაიზრდება. ანუ უკეთესი ფამფი ყოველთვის უკეთეს შედეგს უდრის, თუ შენ მერე კარგად შეუწყობ ხელს ვარჯიშის შემდეგ შენი კვებით.
ასევე ზრდის ფიზიკურ ძალასა და ენერგიას. მოკლედ, კარგი რაღაც არის, მე ვარჯიშამდე აი სანამ გამოვიცვლი ხოლმე, მანამდე ვსვავ ხოლმე, შეგეძლია ვარჯიშის დროსაც მიიღო. თვითონ ვიტამინ ფავრიცაც ასე უწერია თავის საიტზე. მაგრამ მაინც ვფიქრობ, რომ ვარჯიშამდე უკეთესი იქნება, უფრო გააქტიურდება თითქოს. შემდეგი საკვები დანამატი, რომელსაც ვარჯიშამდე ვიღებ ხოლმე და საკმაოდ ცუდი ემოცი და სუნით გამოირჩევა, არადა ძალიან მაგარი რაღაც არის ელარგინინი. ელარგინინი არის ამინომჟავა, რომელიც აზოტის სინთეზში მონაწილეობს, ძალიან მაგარი რაღაც არის და ჩემი აზრით ასეთ სპორტში ვინც არის, ყველამ უნდა მიიღოს. მიუხედავად იმისა, რომ საშინელი სუნი და გემო აქვს, აი დასუნოც არ მინდა ხოლმე, ძალიან მაგარი რაღაც არის. არაფერს ისიც არ შეიცავს, მხოლოდ შეიცავს ელარგინინს, ამ ამინომჟავას. ეს რას უწყობს ხელს? მოგეთ, როგორც უკვე გითხარით, აზოტის ოქსიდის სინთეზში მონაწილეობს, რაც იწვევს სისწრაფოების გაფართოებას. გაფართოებული სისწრაფოები უფრო მოქნილი ხდება და აქედან მეტი საკვები ნივთიერებები მიეწოდება ჩვენს კუნთს. შესაბამისად, მეტი საკვები ნივთიერებები რომ მიეწოდება, ჩვენი კუნთის აღდგენა უფრო კარგად მიმდინარეობს და, რავი, კარგი შედეგი გვექნება. ასევე ტვინისთვისაც ძალიან კარგია და იმუნიტეტისთვის. ძალიან მაგარი საკვები დანამატია, თუ არ ჩავთვლით მის საშინელ გემოს. ამას არომატები არ აქვს. სუფთა ელარგინინია. ეს არის 66 მიღება, ანუ ჩათვალე 2 თვის მიღება არის, არადა საკმაოდ პატარა კოლოფია. ელარგინინს ყოველთვის ვიღებ ვარჯიშამდე, თითო მიღება არის 3 გრამი ელარგინინის ამინომჟავა. ესეც გამოდის დღეში ერთხელ. და უკვე არასავარჯიშო დღეებში, როგორც ლაშა მითხრა, ამას ვიღებ ხოლმე დილით ციტრუნინთან ერთად. არასავარჯიშო დღეებში ის რიტუალი, რაც მანამდე გაგაცანით ენერგეტიკი, ეგ მთლიანად ამოღებული არის. მეგობრებო, ახლა უნდა გაგაცნოთ ჩემი საყვარელი საკვები დანამატი. ციტრუნინ მალატი. აი ნახეთ, ეს არის ჩემი საყვარელი საკვები დანამატი ვაფრინი. ამაზე ისე მიყვარს, იმიტომ რომ რაღაცნაირად მჟავე გემო აქვს. თუ გახსოვთ ადრე აი C ვიტამინის რო რაღაც გემო დაკრავს ბოლომდე, ბოლოსკენ, ხო იცით რაღაც აი ესე რო გაჟრიალებს. აი ეგეთი თემა ოღონდ ბევრად ძლიერი რა. ძალიან მაგარი რაღაც არის და აი ჩემი საყვარელი საკვები დანამატი არ ვიცი, ამაზე კარგი რაღაც თუ არსებობს მისაღებად გემოს თემაში გეუბნებით. ციტრუნის ამინომჟავა არის. ესეც აზოტის ოქსიდის გამოყოფას უწყობს ხელს სისხლში, შესაბამისად მეტი საკვები ნივთიერებები მიგვეწოდება და კუნთი უფრო მარტივად აღდგება. ესეც იგივე თემაა თითქმის, რაც ელარგინინი, მაგრამ ის უფრო ძლიერია, როგორც ლაშა მეუბნება ხოლმე. ის უფრო მნიშვნელოვანი და უფრო ძლიერია. მაგრამ რავი, მე ეს მირჩევნია, ძალიან მიყვარს, აი ამის სუნიც მიყვარს რა და მიღების პროცესზე ხო არაფერს ვიძახი, ისეთი მაგარი მომენტია, რომ რა ვიცი. აი პატარაზე თითი რო ჩაყვდა, ენა დაადო, მაგაზიც კი მაგარი ის გაქვს უკვე. გძნობა რა. გარდა იმისა, რომ ციტრუნინი მოქმედებს ენერგიასა და ძალაზე, უკეთესი ფანფი გვაქვს, მეტი საკვები ნივთიერებები მიგვეწოდება, ასევე ორგანიზმს წმენს მავნე ნივთიერებებისაგან, რაც ჩვენს ორგანიზმში ცუდი ნივთიერებებია, გამოიყოფა მერე შარდის სახით ამის მიღების გამო. ძალიან მაგარი რაღაც არის. აქ თითო პორციაში არის 4 გრამი ციტრუნინი, ვარჯიშამდე ვიღებ ხოლმე ამას ელარგინის და რიტუალს ერთად ვიღებ ვარჯიშამდე, ხოლო არასავარჯიშო დღეებში ამას და ელარგინის ვიღებ დილას, დღეში ერთხელ რა, არასდროს არ ვიღებ ამასაც და იმასაც დღეში ორჯერ. ეს არის უკვე ერთხელ მისაღები. ესეც არაფერს არ შეიცავს, ხოლო სუფთა ამინომჟავა ციტრუნინი. და ბოლოს საკვები დანამატი არის ბიფამინო, რაც წინა ვიდეოში მოკლედ გაგაცანით. ეს არის უკვე ტაბლეტები, არის საქონლის ამინომჟავა. ეს არის საქონლის ხორცის ცირა, რომელიც არის გადამუშავებული ამინომჟავა და მოგცირებული აქვს ყველანაირი ცხიმი და ქოლესტერინი. სუფთა ამინომჟავა არის ტაბლეტების სახით, რომელიც მიღებიდან უკვე 9 საათში გადადის სისხლში. თითო პორციაში არის 2 გრამი ცირა. როგორც ლაშამ მითხრა, დღეში 3 კვების დროს ვიღებ ხოლოდ ამას, დღეში ისე 5 ჯერ ვჭამ. 3 კვების შემდეგ დილა, შუადღე, საღამო, ეს საშუალო კვებები მაქვს გამოთვლილი, შუადედები არა. ვიღებ 10 ტაბლეტს, დღეში გამომდის 30 ტაბლეტი. თავადაც ასეა. ბიფამინო აუმჯობესებს ცილის სინთეზს, ხელს გვიწყობს, რომ უკეთესი აღდგენა გქონდეს, უკეთესი ძალა და ენერგია, ანუ ვარჯიშის მერე ტკივილის ცოტა ამსუბუქებს, იმიტომ რომ კარგი აღდგენა იწყება მაგ დროს და ასევე მატებს მშრალ კუნთოვან მასას. ეს არის მხოლოდ ის საკვები დანამატები, რასაც მე ვიღებ. როგორც ლაშა მითხრა, სხვა ფიზიკურად არაფერი არ მჭირდება. დანარჩენი არის უკვე ვიტამინები, რაც ადრე წინა ვიდეოში გაგაცანით. ეს არის D ვიტამინი, D50,000, რომელიც კვირაში ერთხელ უნდა მივიღო. ასევე B კომპლექსი, C ვიტამინი, ცინკი, რომელიც ძალიან მნიშვნელოვანი ვიტამინი არის ადამიანისათვის და რა თქმა უნდა ომეგა 3 თევზის მქონე.
რაც შეეხება ერთ-ერთი ყველაზე მთავარი რამ ჩემს თემაში, ეს არის წყალი. დღეში ვსვავ სადღაც 5 ნახევარს ხანდახან 6-ზე ავდივარ ხოლმე, გააჩნია რომელი დღე მაქვს ვარჯიშის დროს 6-ზე უეჭველი ავდივარ. ახლა არ ვიტყვას, რომ ბევრი არის ადამიანისათვის, იმიტომ რომ თირკმლები ყოველ 1 საათში ამუშავებს 1 ლიტრ წყალს. ყოველ შემთხვევაში შეუძლია, თუ წყალს არ მისცემ, ვერაფერს გადაამუშავებს. შესაბამისად, ძალიან კარგიც არის. როგორც ამბობენ ხოლმე, დღეში 1 ლიტრ ნახევარი ნორმა არისო, მაგაზე ვერავის ვერ დავეთანხმებ, იმიტომ რომ ადამიანს მეტი სჭირდება რა. გააჩნია ვის როგორი დატვირთვა აქვს, ვის როგორი ორგანიზმი აქვს, რა თქმა უნდა, ეს წონიდან გამომდინარეც არის, ვიღაც სიტყვაზე მე ახლა 55 კილო როდესაც ვიყავი, 6 litrს არ ვიცი, ალბათ ფიზიკურად ვერ გავქაჩავდი, ძალით თუ დავლევდი. ახლა უკვე რაც მე კონთოვანი მასის მატება დაიწყო, უფრო მაგრად დატვირთვაზე ვარ და რაღაც, აი თვითონ ორგანიზმი მთხოვს, რა განა მე თვითონ ძალით ვსვავ ამ წყალს და რაღაცა. თვითონ მთხოვს ორგანიზმი. ამიტომ ჩემი დღიური დოზა არის 5 ნახევარი 6. ეს არის 9 ლიტრიანი თერმოსი, რომელიც ყველგან მაქვს, სადაც არ უნდა ვიყო. მანქანაში თუ კომპიუტერთან ვზივარ სახლში, ყველგან გვერდით იმდევს ავსებული. დავვლევ და ამით ვთვლი ხოლმე დღეურად რამდენს ვიღებ და უკვე საშუალოდ სულ ეგრე გამოდის. ვარჯიშზე რა ბოთლით და მაგ ეგ არის სადღაც 2 ლიტრიანი, მაგას ყოველთვის ვცვლი ხოლმე. ამ წყალში არ ითვლება ის სითხე, რასაც საკვები დანამატების გახსნისას ვიღებ რა. მაგ სითხეს არ ვთვლი. თავიდან მეგონა ეგეც ითვლებოდა როგორც წყალი, მაგრამ რა შემიძლია რომ ეგ საერთოდ არ ითვლებაო, ცალკე წყალს როდესაც მივიღებ ეგ ითვლება. მეგობრებო, უკვე რაც შეეხება კვებას, აი ეს არის ჩემი დღიური კვება. რასაც გაგახსნოთ. კვება ლაშამ სადღაც 2 კვირის წინ შემიცვალა. მთელი სულით და გულით ვიცავ ამ კვებას, მიუხედავად იმისა, რომ ამდენი ჭამა შეიძლება უცებ ერთ დღეს არ გინდოდეს ან რაღაცის გემო ძალიან მოგწინდეს, მაგრამ აი ამის დაცვა არის ყველაზე მთავარი. მაინც ახალი შეცვლილი მაქვს და ის ზეპირად არ ვიცი, ყოველ დღე ნოუთებში ჩავხედავ ხოლმე, რომ რაღაც არ გამომრჩეს. ერთი რაც არის მთავარი, დილას ვიწყებ 150 გრამი შვრიის ფანტელით, გერკულესით, 150 გრამს ვიღებ და ვჭამ. ხან თაფს უკეთებ ხოლმე ზემოდან ძალიან უხდება თაფში რომ აურევ. მე ამაზე ლაშამ დავიმატა 20 გრამი არაქისის კარაქი, მიწის თხილის. ზოგადად ეგ ძალიან მიყვარს ისედაც, ამიტომ რამდენიც გინდა დაამატოს თანახმოვი იქნება. მე უკვე კვების ერთ-ერთი მთავარი ნაწილი არის მაკარონი. რომ აი ცილებთან ერთად სხვა რაღაცებიც რომ მიიღო რა. შემდეგი კვება უკვე 3 საათში მიწევს 200 გრამი მაკარონი და 200 გრამი ფილე, რაც ზუსტად ახლა მიწევს. ამ ვიდეოს რო ჩავწერ, უნდა გავიდე და მოვიმზადო. ფილეს სახით მივიღებ ცილას, ცალკე აკენ მაკარონიც, რაც ცოტა ნამდვილად არ გამოდის 200 გრამი. ეს ყველაფერი პორციები არის უმი, წონას გულისხმობ, ან უკვე მომზადებული 200 გრამი და რაღაც არა, უმდგომარეობაში. შემდეგ ისევ 3 საათში მიწევს 300 გრამი კარტოფილი და მერე 200 გრამი ან საქონლის ხორცი, ან ფილე. აი ამ კვების შემდეგ ვაყოლებ უკვე იმ საკვებ დანამატს. მეორე მიღებას გულისხმობ ბიფ პროტეინს. ეს არის ჩემი მესამე კვება. პირველი კვება რომ იყო დილას, შემდეგი 3 საათში და ესეც კიდევ 3 საათში. შემდეგი არის 150 გრამი ბრინჯი და 200 გრამი ფილე ან საქონელი. ბრინჯზე სიმართლე გითხრათ, დიდად არ გვიждები თუ რაღაც ხორცში ან სუნელებში არ ავურიე. აი ესე ცალკე ბრინჯის შეჭმა არ შემიძლია საშინელება. მაგალითად ბრინჯის ერთ-ერთი კარგი ვარიანტი სიტყვაზე თუ ხორცში არ შეურიე და რაღაც სუნელებში ან ბოსტნეულში არის რძე. ბრინჯი და რძე ერთად ძალიან მიყვარს, აი მაგის ფაფაზე ვაფრენ. ბრინჯი 150 გრამი საკმაოდ ბევრი გამოდის, მოხარშულ მდგომარეობაში ძალიან იბერება და ძალიან ფუდება, აი პატარა ქვაბი რო ავიღოთ სავსეა და მაგის შეჭმაც არ არის თრად მარტივი. ამიტომ ამ კვებიდან ერთ-ერთი ყველაზე რთული მომენტია ხოლმე ბრინჯი. აი ბრინჯს როდესაც საქონლის ხორცში შევურევ ან ბოსტნეულში, მეერე ბევრად გემრიელი და მარტივი მისაღებით გამოდის. შემდეგ არის 100 გრამი წიწებურა და ისევ 200 გრამი ან საქონელი, ან ფილე. არც წიწებურაზე არ გვიждები, აი ცალკე წიწებურის მიღება არ შემიძლია, თუ არ მოვასხი ან მაწონი, ან ტყემალი, ან რაღაც ისეთი, რომ აი წიწებურის გემო გადაფაროს. ან ისე რძე, იმიტომ რომ აი ძალიან მაგარია რძესთან ბრინჯის და წიწებურაც, რომლებიც ცალკე აი ცარიან მდგომარეობაში დიდად არ მიყვარს. ამასთანავე ეს ცალკე არ მიწერია, ამ კვებასთან ერთად დღის მანძილზე უნდა მივიღო 10 კვერცხი. ხანდახან რომელიმე კვებას ვამატებ ხოლმე ნაწილ-ნაწილ ვაკეთებ სიტყვაზე 7 კვერცხი ვჭამო, 6 კვერცხი ვჭამო. ასევე ის მიყვარს ძალიან, რაც ამას წინათ შორთებში დავდე პროტეინის ბლინები, ძალიან მაგარი რაღაც არის, მათ გერკულესაც იყენებ, კვერცხსაც იყენებ, ბიფ პროტეინსაც იყენებ და აი რასაც ქვია, ცილების ბომბია რა. ძალიან მაგარი საჭმელი არის,
ვინც ამ საქმეში ხართ, მაგრად მოგეწონებათ, შეგიძლიათ ეგ შორტი ნახოთ. ძალიან მარტივი გასაკეთებელიც არის. მოკლედ ეს კვერცხი არის ჩემი აზრით ყველაზე მთავარი რამ, რაშიც ყველანაირად მნიშვნელოვანი რაღაცები შედის ჩვენი ორგანიზმისათვის. ისევე როგორც კუნთოვანი მასის ზრდისთვის, ისე ზოგადად ჩვენი ჯანმრთელობისთვის რა. ძალიან მიყვარს კვერცხი, ისედაც აი 10 კვერცხი უკვე ჩემთვის ძალიან მარტივი საქმე გახდა. თუ ლაშა საჭირო ჩათვლის რომ ეს 10 კვერცხის პორცია სიტყვაზე გაზარდოს და ავიღეს 15-ზე, მაგაზეც არ ვიტყვი უარს. რძის პროდუქტს რაც შეეხება, მეგობრებო, რძის პროდუქტს ვიღებ ნებისმიერ რამეს არაჟნის გარდა. ლაშამ არაჟანი მთლიანად ამოიღო, არა და არაჟანი მაგრად მეხმარებოდა ხოლმე, რომ აი რაღაც ისეთი საჭმლის გემო, რაც დიდად არ მომწონდა იმ მომენტში გადამეფარა. ამ შემთხვევაში თუ სიტყვაზე რაღაც ეგეთი მომენტი მაქვს, აი წიწიბურის ან კვერცხის შემთხვევაში, მაწონი ძალიან მაგარი გამოსავალი არის, ან სიტყვაზე კვერცხი ხველში, ეგეც ძალიან მაგარი არის. ცალკე რძე ძალიან მნიშვნელოვანი რამ არის ასეთ საქმეში. აი ხილბოსნეული და სალათები ან კვებაში ცალკე არ მიწერია, რადგან ეგენი როცა მინდა და რამდენიც მინდა. მაგაზე არ მაქვს რაღაც კონკრეტული შეზღუდვა და რაღაც. მოკლედ კვებიდან მთლიანად ამოღებული არის ტკბილეული, ცომეული, ცხიმიანი რაღაცები, აი არაჯანსაღი ცხიმები, მაგალითად ღორის ხორცი კვებაში რომც არ ეწეროს, ისედაც აღარ ვჭამ, იმიტომ რომ თითქოს შემზიცხ და რაღაც გემო არ მომწონს რა საერთოდ. ამიტომ კვებაში ეგეთი არაფერი არ შედის. რაც შეეხება ჩემს მიზნებს ამ საქმეში, საკმაოდ დიდი მიზნები მაქვს. ზოგი ამბობს ხოლმე, რომ სიტყვაზე ჩემი სიმაღლიდან გამომდინარე, რაც არის 77-78 მეტრ 77-78, სიტყვაზე ზოგი ადამიანი ფიქრობს ასე, რომ ადამიანი თუ სიტყვაზე ვიძახი, მეტად 70, უნდა იყოს 70 კილო, ან ცოტათი აცდეს. ამას პირადად მე არ ვითანხმები. და რატომ? ოდესღაც, როდესაც ვიყავი 55-დან 57-მდე ავდიოდი ხოლმე რა ესე, თამაშობდა ხოლმე, სულ ჩემი წონა. აი 60 ესე დაფიქსირებული არასოდეს ყოფილი ვარ, 59-იც ყოფილი ვარ და რაღაცა, მაგრამ 60 ესე რომ რამდენიმე დღე 60 ყოფილიყავი არა. ხო და მაშინ სულ ფიქრობდი ხოლმე, რომ ნეტა ახლა 65-ზე ავიდეთ, ხო? და მეტი არც მინდა თქო, რა თქმა მეტი თქო, რა საჭიროა თქო. ავედი 65-ზე და არაფერი არ იყო რა. მართლა რო ვიხსენებ არაფერი არ იყო. მე 70 მომიდა, ავედი 70-ზე. ეგეც კარგი არის, მაგრამ არ მაკმაყოფილებს. ახლა ვარ 72.5. წონას რაც შეეხება, შეიძლება როგორც ლაშამეუნდება ხოლმე რაღაც გარკვეული პერიოდი ერთი და იგივე წონა ფიქსირდებოდა, მაგრამ მაინც იზრდებოდა, ანუ კუნთოვანი მასა იზრდებოდეს და ცხიმი იწვებოდეს. შეიძლება ადამიანი მეგობრებო, აი ასე ჩემნაირად გამოიყურებოდეს და იფიქრო, რომ აი ამას ცხიმი არა აქვს. ცხიმიანი ადამიანი მაინც და მაინც ის კი არა, რომ ხიპი და რაღაც ქონები კონდეს. ცხიმი ყველას გვაქვს გარკვეული რაოდენობით და როდესაც ეს ცხიმი იწვის და ამასთანავე კუნთოვანი მასაც იმატებს, შეიძლება წონა ერთი და იგივე რჩებოდე რა. იგივე გახდომის შემთხვევაში, როდესაც ადამიანები იკლებენ ხოლმე. შეიძლება მაგ დროს ცხიმს რო წვავენ და კუნთს იმატებენ, წონა იგივე ფიქსირდებოდეს, აი სადღაც ახლოს იყოს რა და ფიქრობდეს ადამიანი, რომ აი არ დავიკელიო, არა და რეალურად დაკლებული იყოს რა. იმიტომ რომ ჩვენ ეს შედეგები მთავარი რაც არის, აი სარკეში ჩავიხედებით და იქიდან ნავიგებდეთ, როგორი შედეგი დავდეთ და სარკეში კარგად ჩანს, გავიზარდეთ თუ პირიქით დავპატარავდით. ვიძახთი რა, ეს 72.5-ით კარგი არის, მაგრამ ის არ არის რაც მე მინდა. ახლა შემდეგი მიზანი მაქვს რომ ავიდე 80-ზე. 80-დან 100% ვიცი რომ 85-ზეც უეჭველი უნდა ავიდე, იმიტომ რომ არ ამგონია 80-ზე გავუჩერდე. აი მე რა იქნება არ ვიცი. რა დამარტყავს თავში და რა იდეები მომივა. მაგრამ აი 85-ზე 100%-ით უნდა ავიდე. იმის მიუხედავად რომ ჩემს სიმაღლეს აი მეტრა 85 არ ვარ, არ ნიშნავს რომ 85 კილო არ უნდა ვიყო. მით უმეტეს კუნთოვანი მასით ეს წონა არის სულ სხვა. ახლა მთლიანად ჩემი ვარჯიში მიდის რომ აი კუნთოვანი მასა გავზარდო. რაც ჩემთვის ბავშვობის ოცნება იყო რა, სულ მინდოდა ესეთი რაღაც და აი ძალიან მიხარია რომ ეს 6 თვეა მაგრად ოწვევი ამ ვარჯიშს. ყველანაირად ხელს უწყობ, არაფერ ცუდს არ ვიღებ. რავი, თვეებია, არც ერთი წვენი არ დამილევია, წყლის, ყავის და იმ დანამატების გარდა. სადღაც 4 წელია ენერგეტიკულს არ ვსვავ, თუ 5, იმიტომ რომ ენერგეტიკული მიზიზღება ეგ არის მეგობრებო შხამი. აი არავინ არ დალიოთ რა, განსაკუთრებით ამას ვეუბნები ბავშვებს. და რატო გეუბნებით ამას? ბევრი ფიტნეს ტრენერი, აი ვინც ვიდეოებს დებენ ხოლმე, ხვდება ხოლმე, თუნდაც უცხოელები, აი ხშირად არეკლამებენ ხოლმე მონსტერის ენერგეტიკულს. არ ვიცი რატო, მაგრამ ენერგეტიკული კარგი ვერასოდეს ვერ იქნება. თუ გინდათ მაინც და მაინც ენერგია, რაიმე საკვები დანამატის ენერგეტიკი უნდა აიღო, რაც ენერგიაზე მოქმედებს, ან რაიმე ძლიერი კოფეინის, რაღაც სერიოზული ყავა რა.
ენერგეტიკი არის ძალიან ენერგეტიკული უბრალოდ მეგობრებო არის ძალიან ცუდი რაღაცა და რავი ჩვენ ორგანიზმზე არანაირად არ მოქმედებს ჯანსაღად ისევე როგორც გაზიანი სასმელები კოკა-კოლა და რაღაც ეგეთი ყველაფერი არის ნაგავი რაც მთავარი ალკოჰოლი რომელსაც 26 წლის ვხდები და ცხოვრებაში არ გავყარები ვარ და დიდი გეგმები მაქვს ამიტომ მეგობრებო დარჩით ჩემთან მადლობა მეგობრებო რომ მიყურებდით თვითონ კვებებთან დაკავშირებით ცალკე ჩავწერ ხოლმე შორტ ვიდეოებს ასევე საკვებ დანამატებთან დაკავშირებით და ვარჯიშთან დაკავშირებით ნახვამდის მეგობრებო თქვენ უყურებდით BBR Worlds